რომლის მეშვეობით, რომლის ძალმოსილებით, რომლის კურთხევით ჩვენ ვართ და ვართ იმიტომ რომ ვიყოთ მისი ნების აღსრულებელი მეგობრებო. ჰალელუია. ღმერთი უნიკალური შემოქმედია, ფანტასტიკური, არსებობს სიტყვა, რომელთაც შეიძლება დაასახელო, დაახასიათო უფალი თუ როგორია ზეფასებო, იმიტომ რომ როგორიც არის, ისე და უფრო უკეთესად ქმნის, რაც მან ჩაიფიქრა. ყველაფერი შექმნა, ჩვენი თვალი არის უბრალოდ მიჩვეული. რატომ არის, რომ ტურისტები რო ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, გაჩერდებიან რაღაც ობიექტის წინ და უყურებენ, სურათებს უღებენ. მათთვის ეს რაღაც საოცარია. ახალი გამოცხადება, გამოწვევა. შენი თვალი უბრალოდ მიჩვეულია, თორე ეს არის ძალიან ლამაზი და თვალწარმტაცი. ესმით? წარმოუდგენელია ის სილამაზე, რასაც ჩვენ ხედავთ ჩვენს ირგვლივ. ცოცხალი ნატურმორტი, რომელიც ღმერთმა შექმნა. ესმით? და ამ ყველაფერზე თქვა მაგარიაო უფალმა და მერე შექმნა ადამიანი. რომელზეც თქვა, რომ ეს საერთოდ მაგარი ვიღაცა არისო. ამენ? ესე ვაუ! ესმით? ადამიანი რომელიც ღმერთმა შექმნა, იმაზე თქვა, რომ ეს არის ფანტასტიკა. შენ ხარ ეს ფანტასტიკა ძვირფასო. ამენ? უთხარი შენს გვერდით ვინც არის, რომ შენ ხარ ეს ფანტასტიკა. ესეთი შექმნა უფალმა. ჰალელუია. ამენ. და მან ისე ააგო ადამიანი ძვირფასებო, რომ გააჩნია საოცარი უნარი, ჩვენ მიჩვეული ვართ და ყურადღებას არ ვაქცევთ. უბრალოდ იმის გამო, რომ და ღმერთს აქვს ჩადებული ჩვენში ეს, ვდგევართ მაგალითად და არ ვიქცევით. ადამიანს რომ წონასწორობის პრობლემა ჰქონდეს მისი დაცვის, სკამზეც შეიძლება ვერ გაჩერდეს და დაეცეს, ჩამოვარდეს, იცით? არა მხოლოდ ფეხზე მდგომი. და ძალიან ბევრი ფუნქცია. აი რომ ჩაიხედო თუ რა ხდება ადამიანის შიგნით, უხილავში. ეს არის რაღაც უნიკალური ქარხანა. სადაც დეტალებში არის გათვლილი ყველაფერი. ყველა თავისი საქმე იცის, ყველა თავის ადგილს უფრთხილდება. და იმდენი რაღაც კეთდება ძვირფასებო, რომელიც შენ სიცოცხლეს გაძლევს. ესმით? უფალმა შექმნა, რომლის მსგავსი შეუძლებელია რომ ვინმე შექმნას. აბსოლუტურად წარმოუდგენელი. აბსოლუტურად. და უნდა მას, რომ ეს ქმნილება, რომელზეც თქვა, რომ ჩემი მსგავსია. ჩემს ხატად და მსგავსად შევქმნიო ის. უნდა რომ აქ იყოს კურთხეული და მარადისობაში აღმოჩნდეს მასთან ძვირფასებო. ამენ? ამიტომ ჩვენ რა გვრჩება, უნდა დაუჯეროთ ღმერთს, იმიტომ დაუჯერებლობა არის თავი და თავი ყოველი პრობლემის, რომელიც გააჩნია ადამიანს და შემდეგ მარადისობა გავატაროთ მასთან. თუ დაუჯერებთ, მაშინ ამას მოუახერხებთ. მაგრამ როდესაც ადამიანი აღარ უჯერებს ღმერთს, ზედმეტად იტვირთება, უფრო პრობლემებში ვარდება და კარგავს იმას, რისთვისაც არის შექმნილი. ჰალელუია. ადამიანი უფალმა მოათავსა ედემის ბაღში, სადაც იყო აბსოლუტური ნეტარება ძვირფასებო. ის, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, როგორც ვწვალობთ, ჯახირობთ, ვიტანჯებით და კიდე ბევრი რამ, საერთოდ არ არსებობდა. არც ესმოდა ადამიანს თუ რა იყო ეს, მაგრამ თავნებობამ, იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანი თავისუფალი ნების შექმნა, მას ნება მისცა და უთხრა, შენ რაც გინდა ის შეიძლება
შეგიძლია ინებო. ამენ. აი ამიტომ გახდა ადამიანი თავნება. დაუჯერებლობამ, როგორც წეგან ვახსენე. შენ გაქვს უფლება იყო დამჯერი და იყო დაუჯერებელი. ეს შენი არჩევანია, რომლის გამოც ბოლოს მოგიწევს პასუხისგება. ანგარიშის ჩაბარება. იქ იყო გავლენის, რაღაც ცოდნის მომატების და შეძენის ხარჯზე, რომ მეტი ქონოდა დახარბებამ და ბევრმა ნიუანსმა მიიყვანა ისინი წეულებამდე, იმიტომ რომ არ არსებობდა ცოდვა ჩაადენინა, ავადმყოფობა იქნა, ესე ვთქვათ, შემოშვებული მათ ცხოვრებაში და საბოლოოდ დამთავრდა სიკვდილით. ამის გამო მათ დაკარგეს ძვირფასებო უფლება ყოფილიყვნენ სამოთხეში, იმიტომ რომ ეს უფრო მეტი არის ვიდრე იყო ეს ედემის ბაღი და შედეგად გაჩნდა რა დედამიწაზე? ეკალბარდი. წარმოიდგინეთ, ესეც არ იყო. დღეს ადამიანები ეცდებიან, რომ როგორმე მოსპონ ეკალბარდი. ათასნაირ ქიმიკატებს ასხურებენ, ცელავენ, ჭრიან, ანადგურებენ, მაგრამ ის მაინც ამოდის. თესავს ვინმე ეკალბარდს ბოსტანში? თუ არ თესავობა საიდან მოდის? ნახეთ მეგობრებო, ჩვენ ვებრძვით მას და ისინი მაინც ამოდის. არ არსებობდა ოფლი მგონი არ გამოუდიოდა პირველ ადამიანს. იმიტომ რომ არ ირჯებოდა. და ნახეთ რა უთხრა ღმერთმა, ოფლით მოგიწევს პურის ჭამა, ანუ მისი მოძიება, მისი მოყვანა, მისი დამუშავება და ასე შემდეგ. და ამის შემდეგ ძვირფასებო, უფრო და უფრო დამძიმდა ცხოვრება და გადაიქცა მძიმე ტვირთად. მე დღეს, იმიტომ რომ ადრე მქონდა ქადაგება ქრისტიანის ტვირთზე, იმიტომ ქრისტიანსაც თავისი ტვირთი გააჩნია. ადრე მქონდა ქადაგება ძვირფასებო, წლების წინ საჭირო და არასაჭირო, ანუ საზიანო და სასარგებლო ტვირთზე, მაგრამ დღეს მინდა იესოს ქრისტეს ტვირთზე გელაპარაკოთ. ბიბლია ბევრს ლაპარაკობს ტვირთის შესახებ. არის აუცილებელი ტვირთი და არის აბსოლუტურად ზედმეტი არასაჭირო ტვირთი, რაც არ გინდა, რაც არ უნდა გქონდეს, რაც არ უნდა იტვირთო. ამენ. არის მოწაფის ტვირთი, ქრისტეს მიმდევრის და არის რელიგიური ტვირთი ძვირფასებო. საშინელ დღეში არიან რელიგიურები. იესომ გააფრთხილა ისინი და უთხრა, რომ მძიმე ტვირთს კიდებთო ხალხს და თქვენ თითსაც არ კადრულობთ, რომ თითზე, არ გსურთ, რომ თითზე დაარტყათო. არის მძიმე ტვირთი თითზე დარტყმა? აი ამასაც არ აკეთებთო. არსებობს სულის ტვირთი ძვირფასებო. ადამიანი არის სული. ამენ. და ჩვენ როგორ ვერ ვხედავთ ამას, იმიტომ სული უხილავია, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ ზოგჯერ რაღაც ვქენჯნის ხოლმე. სწორედ ეს სინდისი არის, რომელსაც ეკონტაქტება ღმერთი. აუცილებლად. ესე და როგორც კარებზე არის ზარი ხოლმე, ხო? ზარს დაგირეკავს ან დაგიკაკუნებს. სინდისი, რომელსაც ქენჯნას ვეძახით, რათა რაღაც შეცვალო, რათა ყურადღებით იყო. გაქვთ ქენჯნა სინდისის? ესე იგი ყველაფერი კარგად არის. ამენ? ესე იგი ცოცხალი ხარ. უთხარი შეზგვერდით ყოფს, რომ მიხარია, რომ ცოცხალი ხარ. არის ძვირფასებო ტრადიციის ტვირთი და საშინლად დატვირთულია ხალხი ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც არ უნდა, მაგრამ ხალხი რას იტყვის. ხალხის აზრი და აკიდებული აქვს ადამიანებს ეს ტვირთი და იტანჯება
დამსხრეული აქვს ლამის ხერხემალი, რომ ხალხი რა სიტყვის ამის გამო. შეიძლება დაზარავდეს ყველა, ოჯახის წევრებიც კი. მაგრამ ეს ტვირთი არ უნდა ფაქტიურად. შეიძლება ამბობს, რომ ეს არასწორი ტვირთია. არ უნდა იყოს ეს ტვირთი. მაგრამ მაინც არ თავისუფლდება ამ ტვირთისგან. არსებობს ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ხორციელი ტვირთი. რა არის ხორცის ტვირთი? ხასიათები. გესმით? ასე მინდა, ასე ვგრძნობ, როგორც მაწყობს. საშინელება და არანაირად არ იდრიკება ადამიანი. გესმით? მისებურად უნდა მაინც ყველაფერი და ვიცით ხო, სული და ხორცი ერთმანეთს ეწინააღმდეგება მუდმივად, სანამ ადამიანი არსებობს ამ მიწაზე. ვიდრე არ დამთავრდება ადამიანის არსებობა, რომელსაც სიცოცხლეს ვეძახით, მანამდე სული და ხორცი არის მოსისხლე მტერი ერთმანეთის. არსებობს ასევე ძვირფასებო, შვინვის ტვირთი, გონების, ფიქრების და იცით, რომ ძალიან ხშირად ეს ფიქრები იმ დონეზე ტანჯავს ადამიანს, რომ იღუპება ბევრი. პრობლემა შემოდის ოჯახში და არასწორი ფიქრების გამო მთელი სახლეული მისი შეიძლება იყოს დატანჯული. ერთი ილუსტრაცია გვაქვს, ადრე გაჩვენებდით ხოლმე ამას. ნახეთ. როგორ მიათრევს ადამიანი თავის თავს, თავის ფიქრებს. რომელსაც პირველ რიგში თავისი საკუთარი თავი აქვს, გატანჯული. რას ნიშნავს ფიქრი? შენ ფიქრობ, რომ ვიღაცამ სხვანაირად თუ შემოგხედა, ესე იგი რაღაც ესე არის. გამარჯობა არ გითხრა. ან რატომ გითხრა გამარჯობა? გესმით? შენ ფიქრობ, რომ ესე ხომ არ არის, ნეტა ესე არის. და ასე შემდეგ არ მინდა ეხლა ამაზე ბევრი ვილაპარაკო ძვირფასებო. ფიქრის ტვირთი, რომელიც ხელს უშლის ადამიანს იყოს ქრისტეს მიმდევარი. და ყველაფრისგან მხოლოდ და მხოლოდ უფალს შეუძლია, რომ გაგვან თავისუფლოს. ამენ. გინდა იყოს დახსნილი არასწორი ფიქრებისგან. ნახეთ, ფიქრი იცით რა არის, მეგობრებო? მე მგონი მარტინ ლუთერს აქვს ნათქვამი. პირველად მან თქვა, რომ იმდენად არის, საერთოდ პლაგიატობა მომრავლდა. რაღაცას ესე ვთქვა, ბჭყალებში დაახეთქებენ. მიაწერე კაცო, ვინ თქვა? აი ამას ქვია პლაგიატობა. ამენ? რაო ვიღაცას გონი, აუ რა ჭკვიანია. არავინ არ არის ჭკვიანი, ვინმეს თუ რაიმე ჭკუა გააჩნია, უფალს იცნობს და იქედან რაღაც სიბრძნე აქვს მიღებული, ან რაღაც ისწავლა. ამენ? გესმით მეგობრებო? შეიძლება ბევრი დაფრინავს ჩიტი ჩვენ ზემოთ და რა თქმა უნდა დაფრინავს. ვერ აუკრძალავ მათ რომ იფრინონ. აუკრძალავ? აი გამოდი და ყოველ დღე უყვირა. კარგად ჩემს ბოსტანთან არ გაიფრინო. ვერ მოახერხებ. მაგრამ შენ შეგიძლია არ მისცე ჩიტს უფლება რომ შენს თმებში ბუდე მოქსოვოს. ეს შეგიძლია? რომ აუკრძალო ფრენა არ შეგიძლია. მაგრამ ბუდე რომ არ მოქსოვოს შეგიძლია. მე არ მემუქრება ახლა ეს აქ. ნუ ზოგიერთებმა იზრუნონ ამაზე. ჰალელუია. აი ზუსტად ესევია ფიქრები. მოვიდეს ცუდი ფიქრები, შენ არ მიიღო. ამენ. იფრინოს ცუდმა ფიქრებმა შენს თავზე. იყოს და იქნება, შენ არ შეუშვაკ. ამენ. შენ არ გაუღო მას. ესეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ჩვენ გავთავისუფლდეთ, იმიტომ რომ თუ შენი სული არის სავსე არასწორი ტვირთისგან,
ვერ დაიტვირთები უფლის ტვირთისგან. თუ შენი ხორცი არის დატვირთული არასწორისგან, უფლისგან ვერ აიღებ ვერაფერს. თუ შენი შვინვა არის დატვირთული 1000 იდეებით, რომ იცით, სწორედ აქედან მოდის, იმიტომ ათრევს ეს საწყალი თავის თავს, ანუ ფიქრებიდან მოდის, რომ ვიღაცას უნდა ჯობდე, კონკურენცია, გესმით, ჯიბრი, უნდა ვიყო მე უკეთესი და ასე შემდეგ. ჰალელუია. თუ გამარჯვებინებ სულს, როგორ? ესეთ შემთხვევაში გაიმარჯვებ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გაუგონებ, კაფეოდ გაუგონებ სინდისის ხმას. ამენ? უსმინე სინდისის ხმას. უსმინე სინდისის ხმას და ყოველთვის იქნები გამარჯვებული. არ ჩაახშო სინდისის ხმა. ღმერთი შენ სინდისის ხმას ელაპარაკება. ამენ? რასაც გეტყვის შენი სინდისი, აუცილებლად უფლისგან იქნება, იმიტომ რომ არ ელაპარაკება შენ სინდის ეშმაკი. ვერ შედგება კონტაქტი ვერასოდეს. დაუჯერე სინდისის ხმას. შემდეგ ასევე მოდის ძვირფასებო სიამაყის გვირგვინი, ამპარტავნების, არასწორი ტვირთი, მოდით ესეც ვნახოთ. ამაღს და ამპარტავნას საკუთარი გვირგვინის წონა ძირავს ხოლმე. მე შემომხედეთ მომისვი, ნუ აქცევთ ყურადღებას. ჰალელუია. შემდეგი მატერიალიზმის ტვირთი ძვირფასებო. ნახეთ, მე უნდა მქონდეს რაღაც კარგი. ნუ აქ მარტო ეს არის, წარმოიდგინე რომ ყველაფერი გაქვს მოკიდებული. ამენ. მე უნდა მქონდეს უკეთესი. ჩემი ვოლგა ერთი მკაველით მეტი უნდა იყოს. ცნობილია. ეს სულია ძვირფასებო. გესმით? და ეს არის არასწორი ტვირთი, რომელიც ხელს შეუშლის ადამიანს ქრისტესთან მიახლოვებაში. უკეთესი ოჯახი უნდა მქონდეს. ჩემი ქმარი უნდა იყოს უკეთესი, ულამაზესი და ყველაზე თეთრ ცხენზე, უფრო თეთრზე. ჩემი ცოლი უნდა იყოს ესეთი. და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი სიბინძურია ამის უკან. სამსონი დაღუპა ძვირფასებო არასწორმა ტვირთმა. რა ტვირთმა დაღუპა სამსონი? რომ ის იყო ყველაზე ძლიერი. გესმით? ვინ მისცა ეს ძალა? ღმერთმა. და ვიდრე შენ გახსოვს თუ ესა თუ ის, თუნდაც იყოს მანქანა ან სახლი ან რაღაც მატერიალური. კი ბატონო, ჰალელუია. დიდება ღმერთს, შენ ღმერთს უნდა ემსახურებოდე ამით. ამენ? მაგრამ იცი რატო დაღუპა? იცი რატო დაღუპა? ჩაიყვანეთ რა ეს რა. ვინმე პატარებმა. რატო დაღუპა ძვირფასებო? იმიტომ რომ ეგონა რომ მე მაქვს ეს ძალა. ამენ? თუ გაქვს ძალა, შენ ღმერთმა მოგცა ის. თუ გაქვს გონება, ღმერთმა მოგცა. როგორც კი დაიწყე ფიქრს, რომ შენია ეს, შენი მონაპოვარია, მოდის დაცემა ძვირფასებო, სოლომონზე თქვეს, რომ იმაზე ჭკვიანი არ ყოფილაო და არის მანამდე და მის მერეო. მაგრამ აი ყველაზე უგუნურად იქცა. ამენ. ყველაფერი რაც გაქვს, იცოდე ღმერთმა მოგცა და იმიტომ კი არ მოგცა, იმიტომ რომ ადვილია თქვა რაც გაქვს, მე ჩემით მივახწია, მონახეთ კაცო, მე გავაკეთე ეს. ყველაზე ძლიერი კაცი, ყველაზე სამარცხვინო ვითარებაში დაიღუპა. მაშინ როდესაც შეეძლო
უფლის ინსტრუმენტი ყოფილიყო სიმართლის და გამარჯვებები მოეტანა თავისი ქვეყნისთვის, თავისი ღმერთისთვის. დასცინოდნენ, მასხრად იგდებდნენ. აი ეს არის ეშმაკის ბოლო. დასაწყისში გეტყვის რომ ბიჭო შენ ნაკეთებ ამას რა, რის ღმერთმა მოგცა, რის იმან მოგცა და ყველას ბოლო ესეთია ძვირფასებო. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამენ? ამენ. სოლომონი რა სიმდიდრის მემკვიდრედ იქცა და რა დღეში ჩავარდა მისი მემკვიდრეობა. გეხაზი ძვირფასებო. საშინელება. საულის ურჩობა, ჩვენ ახლა საულს ვკითხულობთ გრაფიკით. რა სავალალოა? როგორ აერჩია ღმერთმა მეფედ? არაფრისგან. უბრალოდ ის იყო გამორჩეული პიროვნება. მაგრამ მისმა არასწორმა ტვირთმა, იმ ტვირთმა, რომელიც უფალს არ აუკიდია მისთვის, თავისით რო აიკიდა, დაღუპა. ამენ? ადამიანს ღუპავს ტვირთი, რომელსაც თავისით იკიდებს. ზოგი შეიძლება დაღუპოს ზედმეტი მარიფათის ტვირთმა. რომ ყველა სინაში კარგი ის კონდეს რაღაც ავტორიტეტი. გესმით? დედა რა კარგია შემაქეს კაცო. მოდი კიდე უფრო კარგად მოვიქცევი. და ასე შემდეგ. უპატიებლობის და შეურიგებლობის ტვირთი. ადამიანი, რომელსაც ღმერთი ეუბნება, იქნება შენ ცხოვრებაში უსიამოვნო მომენტები, მაგრამ შენ წინასწარ გაფრთხილებ, რომ იქნება, მაგრამ შენ უნდა აპატიო. გესმით? არ იქნებოდა უკეთესი, ღმერთს რო დაეცვა ჩვენი თავი და არ ყოფილიყო უსიამოვნო მომენტები. ახალს დაგჭირდებოდა მაშინ პატიება ვინმესი. ხო? მაგრამ ნახეთ, რა საშინელი ტვირთი შეიძლება გახდეს ადამიანის ცხოვრებაში წყენა. მოდით ნახოთ ეს ილუსტრირება. წყენა ქვასავითა. ნუ აგროვებ, თორე დაეცამი მისი სიმძიმის ქვეშ. ძვირფასებო. კარგად დააკვირდით. ჰალელუია. ნახეთ, შეიძლება ადამიანი მოგექცა ცუდად. შეიძლება შენი ბრალი არ არის საერთოდ. მაგრამ როცა ვერ პატიობ, შენში გროვდება წყენის ქვა. და ვის? ნუ იყავი მართალი. ვინ არის პრობლემაში? ვინც გაწყენინა? თუ? ნახეთ. ამიტომ თავისუფალი უნდა იყო. არ აიკიდო ზედმეტი ტვირთი. ამენ. არ აიკიდო ზედმეტი ტვირთი. ეშმაკი ყველანაირ ღონეს იყენებს, რომ შენ არ აიღო ქრისტეს ტვირთი. ოღონდ არ აიღო ქრისტეს ტვირთი და ოღონდ არ აიღო ქრისტეს ტვირთი. ყველანაირად დაგტვირთავს, რათა დაგამარცხოს. საშინელება ასევე სიჯიუტის ტვირთი ძვირფასებო. სიჯიუტის ჯინიანობა. იცნობ ჯინიან ადამიანს? სიძუნწის ტვირთი, სიზარმაცის, თვალთმაქცობის, სიცრუის, არხეინობის, მერე რა. ზოგი ესე ცხოვრობს, მერე რა. სულ ერთია რა, რაც იქნება, იქნება. გაუფრთხილდით ამას. არ მოიკიდო ასევე ჯიბრის ტვირთი, კონკურენციის ტვირთი. ძალიან ბევრი არის რითი დატვირთული, იცით? აი მოდი ვნახოთ რა მოდა არის აი ამ მაისის თვეში. მერე აპრილი მოვა. მერე ივნისი მოვა. მერე საზაფხულო სეზონი დადგება და აქ უკვე მოდაშია ძვირფასებო, ой. ვინ იცის რომ ჩადრი არ არის მოდაში ზაფხულში?
და გცხავს, კაცო, რა უნდა ქნა რა. ამიტომ რო გცხავს, შესაბამისად უნდა შეიმოსო და თან მოდურად. ესე კი არა, მოდურად უნდა გამოვაჩინოს სიშიშვლე. ეს რა არის იცით მეგობრებო? ეს ტვირთია. ეს არის უხილავი ბორკილები, რომელსაც ყავს დაპატიმრებული ადამიანი. და იმიტომ არის ესე. ერთის მხრივ ცოდვა არიან ესეთი ადამიანები. მაშინ როდესაც არავინ არ გვეუბნება ჩვენო რაღაც რელიგიური ტვირთი უნდა გქონდეს და ხალხს მოვაჩვენოთ თავი რომ ჩვენ წმინდები ვართ. არა იყიდო არასწორი ტვირთი. ბევრი შეიძლება და ბევრზე ილაპარაკო. ტრადიცია აიძულებს ადამიანს რომ მიბაძვის ტვირთი აკიდოს. ვიღაცას უნდა მიბაძო. შეხედე, აი მისნაირი იყავი. ჰალელუია. გახსოვთ ფარაონი ძვირფასებო. გახსოვთ ფარაონი. ფარაონმა სამუშაო მოუმატა. და ძალიან ბევრი, სწორედ აი ამ ტვირთით არის დატვირთული. რატო სად არის ადამიანი, რატო არ არის მუშაობს? გესმით? რატომ არ არის ადამიანი უფალთა? მუშაობს. მეტი უნდა რომ კონდეს. გესმით? სწორედ იგივე სული, რაც იყო ეგვიპტეში არის დღეს. ტვირთავს ეშმაკი ადამიანს. ასევე საშინელებაა ძვირფასებო ყოველგვარი ტვირთი, რომელიც მოდი აქეთ გადმოდი. რომელიც ადამიანს ავალდებულებს, გესმით? იმდენი შეტყობინება მოდის ტელეფონში. წამებში გაგიფორმებს ესხს. და იტყვი ბიჭო როგორ მჭირდება ნახებ? ბიძაშვილმა არ მომცა. ნათესავმა არ მომცა, მეზობელმა არ მომცა. რა კაი ბიჭია ეს ბანკი რა. წამებში გაგიფორმებს. წამებში მოგატყუებს. წამებში გაგძარცვავს. გესმით? და ძალიან ბევრი არის ამ ტვირთის ქვეშ ძვირფასებო. მაშინ როდესაც ღმერთთან თანამშრომლობით შესაძლებელია რომ სწორად იქცეოდე. სიბრძნე ჭირდება ყველა ადამიანს, მე კიდე ერთხელ ვამბობ, შეიძლება ითანამშრომლო თუნდაც ბანკთან, მაგრამ უფრო მეტი წილი უნდა გქონდეს და ცოტათი შეიძლება დაემატო. ამენ? მაგრამ რაღაც თითზე ჩამოსათვლელი გაქვს და უზარმაზარს ეხიდები. არასწორი ტვირთია. გაგსრეს და გამარცხებს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ მეგობრებო ამასთან მიმართებაში. ნახეთ, უფალი გვეუბნება რომ წმინდად შეურაცხოთ დღე, რომელიც უფალმა დააწესა წმინდად. ეს არის კრებულის დღე. ნახეთ იერემიაში რას ეუბნება და რას გვეუბნება იერემია წინასწარმეტყველის მეშვეობით ღმერთი ძვირფასებო. ასე ამბობს თქო უფალი. თუ გიყვართ სიცოცხლე, ვის უყვარს სიცოცხლე? სიცოცხლე ვის უყვარს? კი? თუ ესე იგი შენ გეხება, ხო? თუ გიყვართ სიცოცხლე, ფრთხილად იყავით. შაბათ დღეს ტვირთი არ ზიდოთ და იერუსალიმის კარიბჭეებში არ შემოიტანოთ. შაბათ დღეს არც სახლებიდან გამოიტანოთ ტვირთი. ნახეთ? და არც არავითარი სამუშაო არ შეასრულოთ. წმინდა ყავით შაბათი დღე, როგორც თქვენს მამებს უბრძანე. ამენ. სახშიც არ იმუშაო, როდესაც კრებულია. სამუშაოზე არ უნდა იყო კრებულის დღეს. კრებულის დღეს უნდა იყო კრებულზე. როგორ აგვიხსნა სხვანაირად უფალმა მეგობრებო? როგორ უნდა გვითხრას? რომ ის გვაფრთხილებს, თუ დამიჯერებ და შეასრულებ, მაშინ მე მაქვს პასუხი ამაზე. მაგრამ თუ არ დამიჯერებ, შეგიძლია მაინც შენებურად მოიქცე. ამაზეც მაქვს პასუხი. და გადახედე შენ ცხოვრებას, როგორია ის.
ღმერთს უნდა რომ იყო თავისუფალი, რათა შეძლო მისი ტვირთის აღება. შენ არ უნდა იყო დაკავებული არასწორი ტვირთით. ჰალელუია. უფალმა თქვა უკვე, რომ შენ უნდა იყო საკრებულოში, ეკლესიაში, საშინაო ეკლესიაში. ამენ? და სხვა რაღაცები არ უნდა გააკეთო. რატომ? პირველი, უბრალოდ მორჩილება არის ეს, რომ ღმერთმა თქვა და უნდა გააკეთო. ამენ? და მეორე, ღმერთმა თქვა ძვირფასებო, 6 დღე იმუშავე, ამენ? და მე-7 დღე არ იმუშაო, რატო თქვა ეს? იმიტომ რომ შენი სხეული გაანგარიშებულია, რომ დაეტვირთოს 6 დღის განმავლობაში და მე-7 დღეს არ უნდა იყოს. ამენ? იმიტომ რომ სხეული, გინდა ჯამთელი იყოს შენი სხეული? ვის უნდა ჯამთელი იყოს სხეული? ამიტომ 6 დღე ამუშავე, ზომიერად. ამენ? და მე-7 დღე დაასვენო უნდა. და თუ შენ ამას მუდმივად შეასრულებ, მაშინ შენი სხეული ჯამთელი იქნება, როდესაც ასაკს მიაღწევ. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ახალგაზრდაა და ჯანი აქვს, მე რა უჭერს ამბობს. ნახეთ, როდესაც ჩვენ უჯერებთ უფალს, პირველი მორჩილი ვართ, გითხრა რომ კვირას იყავი ჩემთან. ჩემთან იმუშავე თუ ჯანი გაქვს, კაცო. არის ეკლესიაში სამუშაო? ეკლესიაში არის სამუშაო? ეკლესიაში იყავი ამ დღეს. და მეორე, შენს ჯამთელობას უფრთხილდება უფალი. შენ გინდა ჯამთელი იყო? უფალს უნდა რომ იყო ჯამთელი. ჰალელუია. ამიტომ, როდესაც უჯერებ ღმერთს, იმის გამო რომ უჯერებ, გაძლევს ჯამთელობას. ჰალელუია. უბრალოდ რომ მორჩილი ხარ, აი ღმერთი ესეთია რა, აი ჩემი მორჩილი შვილი, მინდა რომ ჯამთელი იყოს. ამენ? და ღმერთი გაკურთხებს. ჰალელუია. არ აიღო ზედმეტი ტვირთი, იმიტომ რომ უფალს უნდა რომ იყო მასში დატვირთული. ასევე არც სხვა აცდუნო. იმიტომ რომ უფალი რას ამბობს? ვინც სხვას აცდუნებს, მისთვის უმჯობესია წისქვილის ქვა ჩამოკიდონ და ჩააგდო წყალში. არ აცდუნო არავინ. დღეს კრებულის დღეა. არ უთხრა არავის რომ მოდი ნადი მაქვს რა მომეხმარე. შენა იმაშობი აშავებ და სხვასაც აცდუნებ. ამენ? ჩემთან ხართ მეგობრებო. ელემენტარულ რაღაცებზე გელაპარაკებით. იმიტომ რომ ბიბლიაში წერია. მე რომ მინდა კი არა. გინდა იცოდე რა წერია ბიბლიაში. გინდა შესრულებელი იყო ბიბლიის. დღე რომელიც წმიდად ყო უფალმა. შენ თუ გინდა უფალთან იყო პარადისობაში, უნდა დაუჯერო და ამ დღეს უნდა იყო მასთან. ამენ? ამ დღეს უნდა იყო მასთან და უნდა იყო აუცილებლად. ჰალელუია. ერთხელ ვიყავი მოგზაურობაში ძვირფასებო და დავინახე მაღალი ხის კენწეროში ქონდათ გრძელი ჯოხი მიბმული და ამ ჯოხს ქვემოთ ძიმე ქვა ქონდა მიმაგრებული. ცოტათი და მივხვდი რაში იყო საქმე, მაგრამ თან ამიხსნეს. საბერტყი ჯოხი რომ სწორი იყოს, როდესაც მას ჭრია, თუ ჩვეულებრივად დატოვებ, ის მიმოიღუნება, გესმით? და როდესაც გამოშრება იქნება ისეთი. ამიტომ სწორი რო იყოს, სიმძიმით აფიქსირებენ, აი ამ მდგომარეობაში აშრობენ და მერე უკვე როდესაც ხსნიან რამოდენიმე დღის შემდეგ ის უკვე სწორია. ღმერთს აქვს სწორი ტვირთი ჩვენთვის. ამენ? რომელიც ჩვენ მოგვეხმარება რომ ვიყოთ მისთვის მისაღები ძვირფასებო. ამენ? ჩვენი ხასიათები რომ სწორი იყოს. რა არის შენი ხასიათი? მორჩილი გეუბნებიან ის იმ წუთში უნდა გააკეთო. რო გეუბნებიან უნდა გააკეთო. ამენ? განსხვავება არის სწორ ჯოხსა და
დაგრეხილ ჯოხს შორის? ო? იმიტომ რომ ვიდრე სველია ჯოხი, ვიდრე ნედლია ჯოხი, მანამდე უნდა გაასწორო. გამხმარს ვეღარ გაასწორებ, გატყდება. ამენ? ასია ქრისტიანში, ეკლესიაში, ქრისტიანები გადახედეთ ძვირფასებო. მიხვდებით ვინ როგორი ქრისტიანია. სწორი თუ დაგრეხილი. როგორი ჯოხი ხარ, როგორი ქრისტიანი ხარ. თუ სწორი ხარ, აი, როგორც დასაწყისში თქვით, აშერები. ისინი რომ გეტყვიან, უნდა შეუსრულო. ამენ? თუ დაგრეხილი ხარ, არ შეასრულებ. რაც არ უნდა, რო გთხოვონ, ასჩენ რო გითხრან. ამენ? გეუბნებიან აგერ დაჯექი. თუ სწორი ხარ, დაждები. ჰალელუია. ამენ? უთხარი შეგვერდით ვინც არის, რომ მე არ მინდა ვიყო დაგრეხილი. ამენ? სწორი მინდა ვიყო. ამენ ძვირფასებო. ჰალელუია. რატომ იესოს უყვარ ხარ? გესმით? ამენ? უთხარი შეგვერდით ვინც ის, იესოს უყვარ ხარ. ჰალელუია. გესმით? ამიტომ ყველამ დაიკავეთ თქვენი ადგილი, არ უნდა გიმეორებდნენ, რომ ტელეფონი გათიშე. სწორი ადამიანი გათიშავს. ამენ? ამიტომ ვამბობ ხშირად, რომ შეიძლება დაგავიწყდა შეამოწმე კაცო. ჰალელუია. მოაგვარე ეგ საკითხი. დიდება უფალს. ვიყოთ მოწესრიგებული. ზედმეტად არ დავიტვირთოთ. ამენ? არ არის საჭირო რომ მიგითითონ ესე გააკეთე იმას ეს უთხარი. შეხო ვიცი წესრიგი როგორია. მიდი და დაიცავე. იმიტომ რომ ეს არის ეკლესია. ეს არ არის სახლი რომ თქვა რომ მე ესე მინდა. ვინც სწორია და მოგონული არ არის, ამას არ ამბობს ვიფასნო. ამენ? თქვი მე მინდა სწორი ვიყო უფლის წინაშე. ამიტომ, ნახე, უთხარი უფალო, რა ტვირთიც, რა განსაცდელიც გინდა, ჩემს გასასწორებლად გამოიყენე ყველაფერი, ოღონდ ვიყო შენთვის მისაღები. ამენ? შეიძლება არ არის სასიამოვნო. იცით, ძალიან საინტერესო იყო ძვირფასებო. არ ვიცი რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო ის ჯოხი ჩამოკიდებული იქ. შეიძლება არ არის სასიამოვნო რომ რაღაც კიდე ზედმეტი ტვირთია. აი, არ არის სასიამოვნო რომ გეუბნებიან ეს არ გააკეთო. არც ის არის სასიამოვნო რომ გეუბნებიან ეს გააკეთე. ხორს არ სიამოვნებს ეს. მაგრამ ღმერთი ამას აკეთებს, იმიტომ რომ სწორი ვიყოთ. ამენ? გესმით? ღმერთს უნდა რომ გამოგიყენოს. ღმერთს უნდა რომ არ იყოს ზედმეტად დატვირთული და ღმერთს უნდა რომ გააკურთხოს. ჰალელუია. დიდება უფალს. წუწუნი გიწუწუნიათ. დრტვინვა, უკმაყოფილება, უმადურობა, ბუზღუნი. ბუზღუნი ხო იცით რა არის? თვითონ სიტყვა გვიხსნის. რომ ბუზღუნებ. ბავშვო რაღაცას ეტყვი, არ უნდა რომ ბუზღუნებ. მაკონტროლებ კაცო. ჩემი კონტროლერი ხარ? უთქვამ შენთვის ბავშვს ეს. გინდა გიჯერებდეს შვილი. გინდა შვილი გიჯერებდეს. კაია შვილი რო გიჯერებდეს. შენ უჯერებ მამიკოს? უფალს უჯერებ? ეს ჯაჭვური რეაქცია. უჯერებ უფალს და გიჯერებ შვილი. ამენ? ქმარი გიჯერებს? გინდა ქმარი გიჯერებდეს? ვის უნდა ქმარი უჯერებდეს? კარგია? შენ უჯერებ? ცოლი გიჯერებს, ახლა მეორე კუთხე, უფრო ჩემთვის საინტერესო. ცოლი გიჯერებს? შენ უჯერებ ცოლს? ცოლ-ქმარი, ეს არის ღმერთის შექმნილი ინსტიტუცია.
ცოლს თავისი ადგილი და მოვალეობა აქვს, ქმარს თავისი ძვირფასება. ესე არ არსებობს, რომ ქმარი ესე უნდა იჯდეს სულ ჩაფლული სავარძელში და ცოლი აკეთებდეს ყველაფერს. ეს არის ერთი უღელი. ისინი ერთად უნდა საქმიანობდნენ. მაგრამ პასუხისმგებელი ქმარია. როდესაც ზესაზე მივალთ, ცოლს არ ეტყვის უფალი არაფერს. რა თქმა უნდა, იმას თავისი ანგარიში ექნება პირადი, მაგრამ ქმარი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე. გესმით? მაგრამ ისინი უნდა ემორჩილებოდნენ უფალს. ჰალელუია. შენ უნდა ემორჩილებოდე. მუშაობ სადმე, შენს ხელმძღვანელს უნდა ემორჩილებოდე. გესმის? შეიძლება იყოს ცუდი დირექტორი, მაგრამ უნდა დაემორჩილო. ხარ ეკლესიის წევრი? გიხარია რომ ამ ეკლესიის წევრი ხარ. ემორჩილები ლიდერს. თუ არ ემორჩილები, ოჯახში ეშმაკი აგირებს ყველაფერს. გესმით? ძვირფასება მივაქციოთ უნდა ამას ყველაფერი. ღმერთი ყველაფერს დაალაგებს თავის ადგილზე, დაბრუნდი მორჩილებაში, დაექვემდებარე. როდესაც აგარი გააგდეს, გახსოვთ? სარას უკვე ეყოლა ნანატრის შვილი. მაგრამ მანამდე რაღაც კონფლიქტი მოხდა და ღმერთმა იცით რა უთხრა აგარს. წადი, გამოგდებული იყო ფაქტიურად სარასგან. მისი მსახური იყო. კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ რაღაც მოხდა. ღმერთი ყოველთვის რაღაცას უშვებს კარგ ურთიერთობაში. ღმერთი სპეციალურად უშვებს ძალიან კარგ მოსიყვარულე თბილ ურთიერთობაში კონფლიქტს. იცით რატო? შენ რომ ჩააბარო გამოცდა. ამენ? მომხდარა თქვენ ცხოვრებაში, კარგად იყოფილა ყველაფერი, მაგრამ არეულა რაღაც. გამოიყენე ეს. უფალი მორწმუნეს ყველაფერი სასიკეთოდ მიუგებსო წერია. სწორად მოიქეცი და ამას ღმერთი სასიკეთოდ შემოატრიალებს შენ ცხოვრებაში. ამენ ძვირფასნაო. და ისიც რა უთხრა აგარს. წადი, დაბრუნდი და დაემორჩილე შენს ქალბატონს. ქალბატონი აქ ეკლესიის სიმბოლოა. ემორჩილები ეკლესიას? მე ლიდერს ვემორჩილები. წყებს ვემორჩილები, მაგრამ შენ ვინ ახარ? ამით ღმერთს არ ემორჩილები. გესმით? არ მომწონს ეს ლიდერი. არ აქვს მნიშვნელობა. შენ არ გეკითხება ღმერთი მოგწონს თუ არა, უნდა ემორჩილებოდე. შენ ამით ღმერთს ემორჩილები და თუ ღმერთს ემორჩილები, ღმერთი ოჯახში გაკურთხებს და ოჯახში იქნება აბსოლუტური იდილია მორჩილების. გინდა? ჰალელუია. კარგი ურთიერთობაც რო გქონდეს ოჯახში, თუ შენ არ ღვევ და ერღვევა აბსოლუტურად და აუცილებლად. ამიტომ ღმერთი გვეუბნება ძვირფასება რომ მოვაგვაროთ ეს ყველა საკითხი. ნახეთ, ყოველთვის არის საბაბი. ავიღოთ ოჯახიც, რომ იქ იყოს რაღაც უკმაყოფილება, უმადურობა. გესმით? საბაბი რაღაც ბუზღუნის, მაგრამ ნახეთ იგავში რა წერია. 27 თავი. მძიმეა ქვა და ქვიშის ტვირთი. სულელის ბრაზი კი ორივეზე მძიმეა. ძალიან ღრმა მუხლია ძვირფასებო. ერთი ტომარა ქვა მძიმეა? რა თქმა უნდა. იმას რომ დაუმატო ერთი ტომარა სილა მძიმეა? მაგრამ ამაზე უფრო მძიმეა ბრაზი. როდის გიბრაზდება შვილი? როცა კამფეთს აძლევ? ტუფლებს რო ყიდულობ, მაშინ გიბრაზდება შვილი? რაღაცას რო ჩუქნი გიბრაზდება? არა, როდის გიბრაზდება? როცა ისეთ რაღაცას ეუბნები, რაც მას არ უნდა რომ გააკეთოს. ღმერთი ყოველთვის ჩვენს გამოსასწორებლად და შესაძლებლად, გასანთავისუფლებლად ისეთ რაღაცას გვეტყვის, რაც არ გვინდა. რომ და ეს ყველაფერი იწყება როგორ? ბუზღუნით, წუწუნით და ბოლოს გადადის ბრაზში. და ნახე ღმერთი რას გვეუბნება. მე მგონი აწე აღარ გაუბრაზდებით. ამენ? რომ სულელის ბრაზი,
ნახე, ბრაზდები და იმიტომ რომ გავბრაზდი, სულელი ვარ. ვის უნდა იყოს სულელი? არავის. ამენ. მაგრამ თუ ბრაზდები, დიაგნოზი უკვე დასმული აქვს ღმერთს. თქვი აღარ გავბრაზდები. ნუ შეიძლება ბუზღუნი მოგივიდეს, მაგრამ ბუზღუნშივე ჩაახშეს და არ გაბრაზდე. ამენ. იმიტომ რომ ღმერთს უნდა ძვირფასებო გაგვან თავისუფლოს. ღმერთი შეურაცხყოფას კი არ აყენებს არავის. ღმერთს უნდა რომ აღარ იყო დატვირთული არასწორად. ამენ. და ბრაზი არასწორი ტვირთია. იმიტომ რომ იმდენი გასაბრაზებელია ჩვენს ირგვლივ. იმდენი გასაბრაზებელია, იმდენი ხალხი არასწორად იქცევა არაკანონიერად, არაკეთილსინდისიერად. ბევრი საბაბია გაბრაზების, მაგრამ ღმერთი გვეუბნება არ გაბრაზდა, იმიტომ რომ ეს ტვირთად გადაგექცევა. შეიძლება აი მაგალითად ზიხარ საჭესთან და ვიღაცა არასწორად გეპყრობა. შენი ტვირთია თუ გაბრაზდები. მოიქცეს ის ცუდად. ნუ დასაწყისში შეიძლება ძნელია რომ აკურთხო. მე გაკურთხებ შენ. უთხრა. მაგრამ რაც გინდა ის გააკეთე, ოღონდ არ გაბრაზდე. და შესაძლებელია რომ არ გაბრაზდე, იმიტომ გელაპარაკებით. ამენ. შესაძლებელია ეს ყველაფერი. დიდება უფალს. მოდით ნახოთ რა თქვა ესეთი ფილოსოფოსი იყო ტაციტუსი. რაფერი იყო ფილოსოფოსი ამ სახელის გამო არ ვიცი, მაგრამ ადამიანი სამაგიეროს უფრო გადაგიხდის ვიდრე მადლობას, რადგან მადლიერება ტვირთია, რევანში კი სიამოვნება. ძვირფასებო, ნახეთ, სადღაც არის სიმართლის მარცვალი ამაში. შეიძლება შენ არ უხდი სამაგიეროს, მაგრამ როდესაც გესმის რომ რაღაც მოხდა მის ცხოვრებაში. რა შვება ეს? წყენას გურის თუ სიამოვნებას? რატომ არის ტვირთი მადლიერება? კაც რომ მადლობა უთხრა. მაშინ როდესაც ელოდები რომ შენ გითხრა უნდა მადლობა. ეგრეა? ხომ ელოდები უფრო შენ გითხრა. დაიწყე ისე რომ შენ დაასწრო და შენ იყო მადლიერი ყველაფერზე. ამენ. დაივიწყე რევანში. ჰალელუია. უფალი არის მსაჯული. ის განსჯის ყველაფერს. შენ არ დაიწყო განსჯა რაღაცეების და ვიღაცების. უფალს დაუტოვე ეს საქმე და ის ლამაზად მოაგვარებს. ამენ. დარჩი დაზარალებულად. და ღმერთი თავის სიტყვას იტყვის, თუნდაც სამართლიანად დაზარალდი. თუ სამართლოდ დაზარალებაა უფრო საწყენი. თუ სამართლიანად ზარალდები, მაშინ პრობლემა არ არის, შენი ბრალია. მაგრამ უსამართლოდაც რო დაზარალდი, დარჩი დაზარალებული. ამენ. შეწყვეტე რევანში, რკვევები. ღმერთმა იცის ყველაფერი, მის დროზე უფალი დაალაგებს ძვირფასებო. ამენ. იყავი მადლიერი ოჯახის. ხარ ოჯახის მადლიერი? ბოლოს როდის უთხარი ღმერთს მადლობა შენი მამისთვის, თუნდაც გარდაცვლილი იყოს, შენი დედისთვის, თუნდაც არ ყავდეს, თუ ყავს მით უმეტეს. ღმერთს მადლობა უთხარი შენი ქმრისთვის. მადლობა უფალო ჩემი ცოლისთვის. თუ მადლობას მაშინ ეუბნები, როცა დაბადების დღეზე რაღაცა კაი რაღაცას რო გაჩუქებს. ხარ მადლიერი შენი ოჯახის, შენი შვილების. შენი ეკლესიის მადლიერი ხარ? ხარ? მოყვასის მადლიერი ხარ? წემსის. ძვირფასებო, ნახეთ, ადვილი არის, ვისაც ვერ ხედავ, უთხრა მადლობა უფალო.
ან მიყვარხარ უფალო. მაგრამ ღმერთი როგორ ამტკიცებს ამას იცი? ვისაც ხედავ, ის თუ არ გიყვარს და მისი მადლიერი არ ხარ. ჩემი მადლიერიც არ ხარ და ჩემი თავის არ გიყვარსო. სწორია? ნუ ერთი ღმერთმა თქვა და იმიტომ არის სწორი. ვიყოთ და გამოვავლინოთ ეს თვისებები, ვისაც ხედავთ იმასთან. იმიტომ რომ არასწორი ტვირთია. უფალო. აი ვიწვევი შენი სიყვარულით. მაგრამ ჩემს ახლოს ვინც არის ის მძულს. ძალიან სახიფათოა. ამენ. ეკლესიაში ღმერთმა ჩვენ მოგვიყვანა იმისთვის რომ მოგვაწესრიგოს და ზედმეტი ტვირთისგან გაგვათავისუფლოს ვიფასებო. ხშირად ვაჩვენებ გაუპარსავ ცხვარს, გახსოვთ? რამოდენიმე წელი იყო დაკარგული ეს ცხვარი. ეს არ არის უბრალოდ იმიტაცია ვიფასებო, ეს სინამდვილეა. და ყველანი გაკვირვებული არიან რომ როგორ არ შეჭამა მგელმა, მაგრამ ამას ვერც მიუდგება მგელი. რატო პარსავენ ცხვარს, იცით? ზაფხულში ანთება დაემართება და მოკვდება რო არ გაპარსო. მერე საშინელი მწერები ესევათ და ეს მწერი ზოგი კლავს. მაგრამ ზამთარში რო გაპარსო, გაიყინება და მოკვდება. ამიტომ გაზაფხული რომ თავრდება ზაფხულის პირზე პარსავენ, ზამთრისთვის ამოდით ეს თბილი ისაა მათთვის ქურთუკი, პალტო. მერე ისევ პარსავენ. გესმენთ? რა ცუდი მწყემსია გამპარსოს უნდა. ზედმეტი ტვირთი ადამიანს დააზიანებს ვირფასებო, გესმენთ? ამენ. იცი იმდენად ცხვარი რომელიც არ არის გაპარსული და ეს მატყლი იმატებს, რომ წაიქცეს, ზურგზე დაეცეს, თავისით ვეღარ ამობრუნდება. უნარი არ გააჩნია ამისი. აუცილებლად უნდა მივიდეს მწყემსი, რაც არ უნდა ბევრი ძმაკაცი და დაქალი ყავდეს. ხო, ისინი ვერ ამოატრიალებენ. მწყემსმა უნდა ამოატრიალოს. ამიტომ შეიყვარო უნდა მწყემსი. ამენ. ჰალელუია. შენთვის არის სასარგებლო მაგე. და ხანდახან მაგრატლით რომ მოდის, უნდა გაგპარსოს. ესეც სასარგებლოა შენთვის. არა, მე არ მივცემ მატყლს. მე მჭირდება, კაცო, პური უნდა ვიყიდო, ბაღანას, ფეხსაცმელი. არა. რაბერ თმები აქვს ცირას ნახე. გასაყვარსე. რამდენ ბიგუტებს იკეთებს და იხუჭუჭებს ამ ხმებს. ნახე, ძვირფასეო. ყოველთვის, როდესაც უფალი გეუბნება, უნდა გაგპარსო. გააპარსინე უფალს თავი. ზედმეტი თვისისგან განთავისუფლდე. ამენ. ამიტომ რომ უფრო კარგი ამოგივა. ამენ. პატარობაში რომ მოდი გადაგხუჭავთ და უფრო კარგი თმა ამოგივა. ამენ. ეხლა ამოგიღებ თბილს და უფრო კარგი თბილი ამოგივა. ჰალელუია. ჯერავს რომ თბილები ამოგივა? დიდება უფალს. კარგი, ნელ-ნელა წავიდეთ დასასრულისკენ ძვირფასებო. როდის ხდება ადამიანი ტვირთი? მისმენთ? როდის ხდება ადამიანი ტვირთი? როცა აღარ გჭირდება. ეგრეა? ბავშვები პატარები რო არიან. აი, არ ვიცი რა მასშტაბებით შეუძლიათ ერთმანეთი დააზიანონ, რომ არა ჩემია დედიკო, არა ჩემია. და როცა უძლური ხდება დედა, მე აღარ ეძახიან არა ჩემია, მე შენია. რიტას არ ემუქრება ეს. ამენ. ნახე, როცა შენ გჭირდება,
მაშინ შენია. და როცა საჭირო აღარ არის, აღარ გინდა. მაშინ ვისია? ეკლესიაც მასია ძვირფასებო. როცა მჭირდება ეკლესია ჩემია. აღარ მჭირდება უკვე. პასტორიც მასია. როდის აღარ არის შენი პასტორი, როცა აღარ გჭირდება. მოდი ახლა შევატრიალოთ ეს ფირფიტა, პლასტინკა. რატო ჭირდები ვინმეს? ანდრე რატო აღარ ჭირდები? კითხვა დაგისმია შენი თავისთვის? ხშირად ხვდებით ხოლმე, თურმე რისთვის ვჭირდებოდი? და ყველაზე სამწუხარო ეს არის ვიფასებო, მე კი არ ვჭირდებოდი. რაღაც ჭირდებოდა. რომელიც მე მქონდა? ეგრეა? რა ადვილია? გინახეთ ესეთ სცენა თუ დირექტორს მაგალითად ან ვინმე უფროს ტვერს რომ იმაღუწმინდა შემივარდებიან და რაღაცას იმაშვებიან. იცი რატო? ჭირდება. და უბრალო ვიღაცა ეს თქვათ რომ მიდიოს იმას არ გაუწმინდა. რა საშინელი თვირთია რა? და ხელს უშლის ამას. უფალმა გვითხრა ზვირფასებო რომ ეკლესიაში არისო ესე. თუ ვინმე ცოტა სავსე ჯიბიანია აღმოჩნდება. სოლომონს რაღაცა კაიგი აცვია კაც. მოდი აგერ დაბძანდი. შენ როგორც ჩანს მოგემატა შემოსავალი. ხო? და იმას რაღაცა მე მგონი არაფერი არ აქვს. ეგეც აცხანდე და ნუ მისლი ხელს კაცო. ჩაეკვეხე რა სადმე კუთხეში. ესე არ ქნათო ესო მითხრა ზერფასებო. ჩვენ არ ვიცით ხვალე ვინ იქნება და რა იქნება. ამენ? ამიტომ გვითხრა უფალმა. რატო წერია რომ ერთი ქონდათო ყველაფერი? და ყველა ელოდება რომ ნუ კი თანახმავა რომ ერთი ქონდეთ ყველაფერი, მაგრამ დაიწყე შენ. ამენ? შენიდან დაიწყე. და განთავისუფლდი ყოველგვარი ტვირთისგან. ამიტომ ყოველთვის უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა აქვს. ამენ? ესა ქრისტიანული პრინციპი და ზედმეტი ტვირთი არა იყო თვითფასებო. ჰალელუია. ვის უნდა რომ გახდეს ღმერთისთვის ზედმეტი? არავის. შეიძლება ადამიანი გახდეს ღმერთისთვის ზედმეტი? კი, ძვირფასებო. როცა ის არ ემორჩილება. ვის ახსოვს იონა? იონა ზედმეტი აღმოჩნდა. იმ დონეზე რომ სადღაც გადააგდეს გემიდან წყალში. შენ თუ ცხოვრებაში ისეთ მომენტებს გადიხარ რომ იგზენი რომ ზედმეტი აღმოჩნდა და გადაგაგდეს. ნუ შენი ლექსიკაა. დაანებე იმ ადამიანებს თავი. ღმერთს შეხედე. შემთხვევით ღმერთმა ხო არ გადაგაგდო. და კითხე რატო უფალო? იცი იონა არ ეკითხებოდა ღმერთს მანამდე, ნუ ყველგან მიღებული იყო. მაგრამ როდესაც გადააგდეს, ძვირფასებო ნახეთ, იმ თევზის მუცელში, იმ გემის ეკიპაჟს კი არ აგინებდა და ლანძღავდა იონა. ღმერთს კითხა რომ ამ პრობლემაში რატო ვარო? პრობლემაში რო ხარ, დაანებე ხალხს თავი. ხალხს მათი გაჭირვება ეყოფა. ამენ. ღმერთს კითხე რატო ხარ იქ? და ღმერთი აუცილებლად გეტყვის რატო ხარ? იონას უთხრა ღმერთმა. იონამ გაიგო პატიებად ხოვა. ესმით?
მისი განდიდება და მადლიერება დაიწყო. და ღმერთმა დააბრუნა და აღადგინა. გინდა აღადგინა მოვიდეს შეცხოვრებაში. ღმერთის განდიდება დაიწყე. და იმაზე გამოუვა მდგომარეობაში რომ იყო როგორც იონა. ესე კაცებელი ცხოველის მუცელში იყო იონა. როგორც ბავშვები არიან, ხო პირიდან რომ ამოუღებს დედიკოს საჭმელს რა სჭამო. თუ პატარა გააქანა პირი, იმთუში უღებს პირს რომ რა გაქვს შენ იქ პირში, ჩემს გარეშე აბერ შეიდე რაღაცა. სასწაული გააკეთა ღმერთმა და თევზმა ამოაგდო იონას ვირფასებო. არ აქვს მნიშვნელობა ვისთვის ხარ ზედმეტი, არ მიაქციო ყურადღება. ღმერთისთვის არ გახდე ზედმეტი და თუ არ გახდები, ღმერთი ამოგაგდებს და სასწაულ ადგილზე დაგაყენებს. უფრო უკეთესზე ვიდრე იყავი. გახსოვთ პავლეს გემით ვირფასებო რომში რომ მიემართებოდა. როდესაც რაღაც ზედმეტი ხდება, იწყებენ მის გადაგდებას. მოისროლე ზედმეტი ტვირთი, შეხედე შენს ხასიათებს, შენს წარმოდგენებს, შენს შეხედულებებს, შენს გეგმებს. მოისროლე, ორო დავგეგმე, გინდა ღმერთის გეგმა მიიღო. შენი გეგმები გადააგდე და ღმერთი უკეთეს გეგმას მოგცემს. ამენ? ამენ ძვირფასებო. ამიტომ ჯერ დაიწყეს ყველაფრის გადაგდება, როგორც იონას გემიდან, ასევე პავლეს გემიდან. მაგრამ მიაღწია პავლეს გემმა ნაპირამდე და ყველა გადარჩა. ყველაფერი მოისროლე, რაც დაგღუპავს. ვერაფერს, ვერავინ ვერ წაიღებს იქ. და შეიძლება დაგღუპოს, იმიტომ ტვირთად გაქვს მოკიდებული და ღმერთი გეუბნება, მე მინდა დაგეხმარო. ამენ მეგობრებო. მოიშორე ზედმეტი ტვირთი. არასწორი ტვირთი მოიშორე. ამენ? რომ ღმერთისთვის აღარ იყო ზედმეტი. არ მაინტერესებს ვისთვის ვარ ზედმეტი. არ მაინტერესებს ვუყარვარ თუ არა. არ მაინტერესებს. ვიყო მათთვის ზედმეტი, ვინც არ უნდა იყოს. თავარია ღმერთისთვის არ ვიყო ზედმეტი. ამენ? იცი უფალმა რა თქვა? კაცის მტერი არის შინაური. სხვაგან რა მინდა კაცო? რა მინდა მეზობელთან, ბიძაშვილთან, არ ვიცი, მამიდაშვილთან. ამენ? და თუ მე მითხრა, რომ ჩემი მტერი შინაურია, ესე იგი ოჯახის წევრი. ეს მასაც უთხრა. ამენ? და შეიძლება მისთვისაც ვიყო მე მტერი. ამიტომ რას ნიშნავს ეს? ტვირთი არ უნდა ვიყო ჩემი ოჯახის წევრისთვის. ამენ? ოქროს კვეთა უნდა ვიპოვო ძვირფასო. ტვირთი ვარ თუ არასწორად ვიქცევი ოჯახში? რაღაცა სულ ვითხოვ და ასევე ტვირთი ვარ თუ საერთოდ მოშვებული მაქვს ყველაფერი. ვღუპავ ოქროს შუალედი. ეს ღმერთს აქვს. მიეტოვე ყოველგვარი გზა. ღმერთის გზაზე დადექი და ის ბოლომდე მიგიყვანს. ჰალელუია. ღებულობთ რამეს დღეს? შეიყვარე უნდა მოყვასი. და კიდე ვინ იცით? აბა კიდე თუ იტყვით ამენს. მტერიც. არ შემიძლია უფალო, იცის რომ არ შეგვიძლია. უნდა უთხრათ ღმერთო მომეხმარე რომ შევიყვარო მტერიც. ამენ? და ის მოგვეხმარება. თავარი რაშია იცით საკითხი, გინდა თუ არა ეს. მოითმინე და გაუძელი განსაცდელს. ნახე, რაც უფრო ღრმად აჭედებ კედელში ლურსმანს, უფრო მეტ სიმძიმეს იჭერს. ეგრეა? რაც უფრო დიდ განსაცდელებში გადიხარ, უფრო გაგამარჯვებინებს უფალი. ამენ? ეს არის შენთვის, შენს გასაძლიერებლად. დიდება უფალს. დერეკ პრინს აქვს ნათქვამი, ყოველი განსაცდელი საჩუქარია. მოინიშნეთ. ყოველი განსაცდელი, რომელშიც გავდივარ ძვირფასებო, არის საჩუქარი. ყოველი ტვირთი არის ძალის შეძენის, ძალის პოვნის ადგილი. ტვირთს გაძლევს ღმერთი, შენს გასაძლიერებლად არის ეს ყველაფერი. ჰალელუია. ძვირფასებო,
ჯარისკაცს სჭირდება ზურგჩანთა. მეომარს. რისთვის არის ზურგჩანთა ჯარისკაცისთვის? აი რომ ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდეს. მშიერი რო არ მოგდეს და არ დაიღუპოს. გესმით? ამენ? მაგრამ თუ ზედმეტი რამე არის, ეს დაღუპავს. ჯარში, ომში არავის არ მეაქვს იქ არ ვიცი თავისი კომპიუტერი, წიგნები რომ იკითხოს, ქვაბები, საჭმელი რო გააკეთოს. იქ არის მინიმუმამდე დასული აუცილებლობა. მაგრამ არც უნდა იყოს ზედმეტი ძვირფასებო. გებულობთ? ჰალელუია. ადამიანი როდესაც იძირება, იწყებს ზედმეტი ნივთების გადაყრას. ესეა? უთხარი შეზღვერდით ვინ ძის, ნუ ელოდები ჩაძირვას. ამენ? მოიშორე ასევე კრიტიკის და გადაბრალების, დადანაშაულების ტვირთი. შეწყვიტე სხვის თვალ, მომისმინეთ აგერ. შეწყვიტე სხვის თვალში ბეწვის ძებნა. შენს თვალში აღმოაჩინე დიდი ძელი, არ ვიცი. და ის ამოათრიე. შეწყვიტე სხვის თვალში ძებნა, რომ იმან ესქნა, ემანას გამიკეთა. შენ თავს შეხედე. დიდება უფალს. იყავი აარონი და ხური მოსესთვის. დაუჭირე ხელი. ნახეთ. ძვირფასებო, იცით მე რას მასწავლის ეს სურათი? აქ ხედავთ აარონს უჭერენ ხელს ხურისა, მოსეს, ხური და აარონი. იცით რა არის ეს? ერთი სიტყვით რო შევაფასოთ. ეს არის გამარჯვება. რა მნიშვნელობა აქვს ვისი ხელი უკავია? თავარია გამარჯვებული ხარ. თავარია დამარცხებული არ ხარ. მე მაგას ხელს არ დაუჭერ, მაშინ წააგებ. არჯობია გამარჯვებული იყო და იყო მხარდარჭერე ვინმეს. ამიტომ მოიშორე ეს შურის ტვირთი. ჰალელუია. ასევე მოიშორე ჩაცმა დახურვის და მოდის. აი ამ ესე ვთქვათ ჭინჭების ტვირთი. ძალიან ბევრი ამაზეა ორიენტირებული. რა იყიდოს, რა ჩაიცვას, ძვირფასებო. ბავშვს მისი განათლებისთვის ყველანაირი ტვირთი, რაც ჭირდება, ის მოიკიდე და დაეხმარე. რა ჩაიცვა და ჩამოიკიდო და გაიკეთო, ამაზე ნუფიქრობ. ამენ? ფასტაკლებით არის ძალიან კარგი ტუფლები და უნდა ვიყიდო. ბავშვს ასწავლე, კაცო, და იმაში ჩადე შენი კაპიტალი. ჰალელუია. მოვა ამისი დრო. მოვა დრო, რომ გექნება ყველაფერი. ჩადე მომავალ თაობაში. ამენ. რით არის დაკავებული დღეს? შენი შვილია რით გინდა იყოს დაკავებული? ქონება ვერ მოეხმარება. მოეხმარე, რომ ისწავლოს, ასწავლე, დააძალე, აკითხე, წაახალისე. სხვას აქვს და ჩემსასაც უნდა კონდეს, ენაცვალოს დედა. არა, ძვირფასებო, ეს დაღუპავს. და თუ ქრისტიანი ხარ, არის აქრისტიანები. პირველ რიგში ბიბლიის შემსრულებელი გახდე, რომ მაგალითი იყო შენი შვილისთვის. ამენ? ჰალელუია. დიდება უფალს. ებრაელთა 12:1. ამიტომ ჩვენს გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამორტყმებელი ცოდვა და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შენ ვერ ივლი ღმერთის წინაშე, თუ ტვირთი არ გაქვს მოშორებული, მოცილებული, ჩამოგდებული.
გიშლის ტვირთი ხელს. ნუ წუწუნებ, კაცო, მოიშორე. შემდეგი ადგილი ვნახოთ. გალატელებში. ზიდეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულებთ ქრისტეს რჯულს. სხვა თარგმანი ამბობს ვიფასებო რომ მოეხმარეთ ყველას თავისი ტვირთის ზიდვაში. ეს არ ნიშნავს იმას რომ მიაგდო და ვიღაცას ეხმარებოდა სულ, მაგრამ წაეშველე. თუ სწორ ტვირთს ეზიდება. ამენ. შენ არ უნდა დაეხმარო ვინმეს თუ ეს შენ ღმერთს ჩამოგაშორებს. მომეხმარე რა. კრებული რო არის, მე რა კაცო მომეხმარე. არა, ამას კი არა. ამენ. ყველა ერთად იყავით უფალთან და მე წადით და აკეთეთ რაც გინდათ. უფლის სადიდებლად დავითი ეზიდებოდა ტვირთს სხვისთვის, თავისი ძმებისთვის. მაშინ როდესაც უკვე ცხებული იყო ძვირფასებო. და ღმერთმა მისცა პოზიციის ტვირთი, კურთხევის ტვირთი. ჰალელუია. მათეს მე-11 თავი და მინდა დავამთავრო. მოდით ჩემთან ყოველნო მაშრვალნო და ტვირთი ძიმენო და მე მოგასვენებ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გული თავდაბალი ვარ და ხვევებთ თქვენი სულის სიმშვიდეს, ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქი. ამენ. ძვირფასებო, ტვირთი არსებობს მსუბუქი? იესოს ტვირთი კი. ყველა ტვირთი მძიმეა, მხოლოდ იესოს აქვს მსუბუქი ტვირთი. და თუ გინდა რომ შენი ტვირთი მსუბუქი იყოს, მოიშორე შენი ტვირთი იესოს ტვირთის ზიდე და ის შეგიმსუბუქებს. ჩემს რომ მოვითავებ, მერე მოვალ იესო. 80 წლის რო გავხდები მაშინ. არა. მისი ტვირთი აიღე. ამენ. იმიტომ მისი მსუბუქია. ჩემი უღელი იტვირთეთო, მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ. გინდა სიმშვიდის ტვირთი გქონდეს. თავმდაბლობის ტვირთი. მოიშორე თავნებობის ტვირთი. რისხვის ტვირთი. ჰალელუია. და მიდი უფალთან. მოსვენება არის მხოლოდ და მხოლოდ უფალთან. იესოს სახელი. შეთანხმებული იყავი. ამოსმა თქვა ეს ცნობილი სიტყვა ძვირფასებო რომ განა ორნი თუ არ შეთანხმდნენ, წავლენ. ორის შეთანხმება საჭირო წასვლისთვის. ამოსი იცით რას ნიშნავს? ტვირთის ამღებს. ამიტომ ნახეთ ძვირფასებო, ჩვენ გველოდება უფალი. რისთვის? რომ კი არ დაგვამძიმოს როგორც ფარაონმა, შეგვიმსუბუქოს და გვასწავლოს თავმდაბლობა და სიმშვიდე იესოს სახელით. და ყველა თავმდაბალმა და მშვიდმა თქვა ამენ ჩვენს უფალს. ჰალელუია. ქება მას. მოდი წამოვიდეთ.